გამარჯობათ, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს. დღეს უნდა ვისაუბროთ ფილტვის ინტერციტიულ დაავადებაზე. რაც არის ძალიან ხშირი, ფართედ გავრცელებული, უამრავ პაციენტთან გვხვდება და გარკვეულწილად საკმაოდ რთულად სამართავი არის და რთულად დასადიფერენცირებელი ეს დაავადება. რომ შეიცავს თავის თავში ძალიან ბევრ პათოლოგიას რა. ფილტვის ინტერციტიული დაავადება, სახელი რასაც გვეუბნება, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დაზიანებულია ფილტვის ინტერციტიუმი. მაგრამ მორფოლოგიურმა კვლევებმა გვანახა, რომ ეს მარტო ასე არ არის, თანაბრად ზიანდება როგორც ფილტვის ინტერციტიუმი, ასევე ალვეოლების კედელიც და შესაბამისად ინტრაალვეოლარულად მიდის პათოლოგიური ცვლილებები. ამიტომ თანამედროვე კლასიფიკაციით ამ დაავადებას უფრო სწორი იქნება თუ დაუძახებთ დიფუზურ პარენქიმულ ფილტვის დაავადებებს. თუმცა, რადგანაც ძალიან გავრცელებულია ფილტვის ინტერციტიული დაავადება, დღემდე ამ ტერმინის ირგვლივ ტრიალებთ. რადიოლოგიურად ფილტვის ინტერციტიული დაავადებას აქვს მრავალნაირი გამოხატულება და მე დიფერენციალ ნაწილზეც ვისაუბრებთ. თავშივე მინდა უბრალოდ ერთი რამე ვთქვა, რომ როცა ფილტვის ინტერციტიულ დაავადებაზე გვაქვს საუბარი, ანუ interstitial lung disease, ამ შემთხვევაში ხო რადიოლოგიურად უნდა მივაქციოთ ყურადღება 4 პარამეტრს. ანუ 4 დაზიანების ტიპს უნდა აღიწეროს რა. ანუ პირველი გვაქვს თუ არა დაბურული მინის სურათი, მეორე გვაქვს თუ არა ბადისებრი შენება, ეგრეთ წოდებული რეტიკულიზაცია, ასევე ფიჭისებრი სურათი და ტრაქციული ბრონქიექტაზიები. აი ეს 4 პარამეტრი არის ის, რომელიც განაპირობებს დიაგნოზს ფილტვის ინტერციტიული დაავადებისა. როცა ტერმინოლოგიაზე საუბრობთ, ხო ძალიან მივაქციოთ ყურადღება ყველა სიტყვას აბსოლუტურად. იმიტომ რომ დასკვნის დაწერის დროსაც ხო ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როდის უნდა ვისაუბროთ მაგალითად ფილტვის ინტერციტიულ დაავადებაზე და როდის უნდა ვისაუბროთ ფილტვის ინტერციტიულ დარღვევებზე. ეს კიდე ორი სხვადასხვა რამეა, რომელზეც ქვევით ვისაუბრებთ. ამიტომ ჯერჯერობით პირველი ტერმინი რაც გვაქვს, ეს არის ფილტვის ინტერციტიული დაავადება. გადავიდეთ კლასიფიკაციაზე. კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ ბევრნაირად, როგორც გამომწვევი მიზეზებით, ერთი გამომწვევი მიზეზებით, მეორე შეგვიძლია გავაკეთოთ კლასიფიკაცია ჰისტომორფოლოგიური სურათით და რადიოლოგიური სურათით. ამიტომ მოდი ჩვენ დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი ფილტვის ინტერციტიული დაავადების ჰისტოპათოლოგიურ ფორმებზე. ანუ იმ ფორმებზე, რომლებსაც ჩვენ ვადიფერენცირებთ ბიოპსიით, ფილტვის ბიოპსიით, ხო? და გვხვდება ასეთი 7 ფილტვის ინტერციტიული პნემონია. ასე ქვია ამათ ამ ჰისტოპათოლოგიურ ჯგუფებს და ეს არის სულ 7. ჩამონათვალს გავაკეთებ. ეს არის იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი, რომელიც ყველას გვსმენია ალბათ. ასევე არის არასპეციფიური ინტერციტიული პნემონია, კრიპტოგენული მაორგანიზირებელი პნემონია, რესპირატორული ბრონქიოლიტი, ინტერციტიული ფილტვის დაავადება, ასე ქვია სახელი, გესკვამაციური ინტერციტიული პნემონია, მწვავე ინტერციტიული პნემონია და ლიმფოციტური ინტერციტიული პნემონია. ეს 7 სხვადასხვა დაავადება, სხვადასხვა მორფოლოგიური სურათია, რომელიც გამომწვევი მიზეზით შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადებები. ამ 7-ვეზე ცალ-ცალკე გავჩერდებით ქვემოთ და დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებთ რა, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს 7 დაავადება რა არის რა. ფილტვის ინტერციტიული დაავადებები კიდე სხვა პათოლოგიის დროსაც შეიძლება გვხვდებოდეს, ხო? ამ 7 პათომორფოლოგიის გარდა. მაგალითად, სარკოიდოს შეუძლია რომ გამოიწვიოს ფილტვის დაზიანება, ვიცით ხო და მასაც თავისი სურათი აქვს. სარკოიდოზე აუცილებლად კიდევ ერთხელ გავჩერდებით და ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. ოღონდ არა ამ ლექციაში. ვასკულიტები. ვასკულიტები ეს არის გრანულომატოზი პოლიანგიიტი, ეს ერთი და მეორე ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტით. იგივე ჩერკ-სტრაუსის სინდრომი. ასევე არსებობს კიდევ ეოზინოფილური პნემონია და პულმონარული ლანგერჰანს უჯრედოვანი პნემონია, რომელზეც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ რა. ეს აი ამ პირველ 7 დაავადებაში ესენი არ შედის,
თუმცა ასევე აზიანებენ ფილტვების ინტერსტიციუმს. ახლა რაც შეეხება ეტიოლოგიას. თუ გადავალთ ჩვენ ეტიოლოგიაზე და რა განსაზღვრავთ რა იწვევს ამ დაავადებას, ხო? ცალკე გამოსაყოფი არის შემართებელქსოვილოვანი დაავადებები, ანუ connective tissue disease, რომლებიც თავიდან ბოლომდე რევმატოლოგიური დაავადებებია. აქედან ძალიან ხშირად ხდება სისტემური სკლეროზის დროს, რევმატოიდური ართრიტის დროს, შერეულ შემართებელქსოვილოვანი დაავადების დროს და პოლიმიოზიტი დერმატომიოზიტის დროს რა. ანუ როგორც ხედავთ, ფილტვის ინტენსიური დაავადებები და რევმატოლოგია ძალიან არის რაღაც ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ ფიქრობ, რომ შემდეგ ლექციას გავაკეთებთ უკვე რევმატოლოგთან ერთად, სადაც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ ფილტვის ინტენსიური დაავადების მართვაზე და ასევე რომლებიც განპირობებული არის სისტემური დაავადებები იქნება, ეს ვასკულიტები იქნება თუ სარკოიდოზი რა. მოკლედ, აუტოიმუნურ დაავადებებზე თქვით, რომ აუტოიმუნურ დაავადებები იწვევს ამ ფილტვის ინტენსიურ დაავადებას, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მეორე დიდი ჯგუფი არის გარემოდან ექსპოზიციასთან დაკავშირებული ფაქტორები რა. ეს გარემო ფაქტორები რა შეიძლება იყოს? ნუ, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს მედიკამენტები, ხო? რა წამლები იწვევს ან ყველაზე ხშირად? როგორ? ამიოდარონი, კი ბატონო. კარდიოლოგიაში, ვისაც ყავს კარდიოლოგიური პაციენტები, ყველამ ვიცით, რომ ამიოდარონ შეუძლია ამის გამოწვევა, ხო? ძალიან ხშირი არის, რომელი აუტოიმუნური დაავადებების პრეპარატი არის, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს? მეთოტრექსატი. მეთოტრექსატი არის ასევე მედიკამენტი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც ძალიან ხშირად იწვევს ფილტვის ინტენსიურ დაავადებას. და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ კიდევ ნიტროფურანტოინიც საკმაოდ ხშირი გამოწვევი მიზეზი არის, ხო? ასევე ხშირი გამოწვევი მიზეზები არის გარემო ფაქტორები, ხო? არსებობს ასევე ფერმერის ფილტვი, ფრინველების მოყვარულთა ფილტვი, ანუ გარკვეული დაბინძურება ამ სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ცხოველებისგან შეუძლია გამოიწვიოს ეს ქრონიკული ფილტვის დაავადებები და პნევმოკონიოზები, დიდი ჯგუფი დაავადების პნევმოკონიოზები, ეს არის პროფესიული დაავადებები, ანუ მოგეხსენებათ ადამიანები ბევრი მუშაობს ისეთ გარემოში, რასაც შეუძლია ფილტვის დაავადება და ეს არის ან ცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება ფილტვი დაზიანდეს, ხო? ნუ ეს არის ქვანახშირის შახტებში მომუშავე ადამიანები, ანუ ეს არის coal worker lung, ხო, ანუ ნახშირზე მომუშავის ფილტვი, ასბესტი, ანუ მოგეხსენებათ ძველი შენობები იყო, დღეს უკვე ნაკლებად გვხდება ეს ასბესტოზი, მაგრამ ძველი შენობები იყო ასბესტის შემცველი მასალით აშენებული და ამ დროს გვხდებოდა ასბესტოზი და ასბესტოზი ძალიან საინტერესოა, ასევე ფილტვის დაზიანების გარდა იწვევს პლევრის კალციფიცირებას და არა მარტო პლევრის, შეიძლება პერიკარდიუმის კალციფიცირებას კი გამოიწვიოს. აი ძველი საქართველოში შიფერი გადახურული სახლები, აი შიფერი ძველი არის იგივე ასბესტი. და ასევე სხვადასხვა სამშენებლო მასალა, დღევანდელი თანამედროვე მასალები არც ერთი არ შეიცავს. ასევე არის სილიკა, სილიკოზი და ასევე არის ბერილიუმი, რომელიც იწვევს ბერილიოზს. ნუ, ახლა როდის დავაჯამოთ, ხო, ვისაუბრეთ ჰისტომორფოლოგიურ ტიპებზე, დავასახელეთ დაავადებები, რომლებიც ასევე შეგვიძლია გავაერთიანოთ ფილტვის ინტენსიურ დაავადებაში, მაგრამ არ მოიცავს ამ შვიდს, იმიტომ რომ აქვს თავისი ეტიოლოგია, რაც თქვით, სარკოიდოზი და ვასკულიტები, ვახსენეთ ეოზინოფილური პნევმონიას და ლანგერჰანს-უჯრედოვანი პნევმონია და მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ გამოწვევ მიზეზებზე, ხო, რომელიც დავყავით ორ ნაწილად. ეს იყო ექსპოზიციასთან დაკავშირებული და ეს იყო შემართებელქსოვილოვანი დაავადებები. ახლა მინდა რომ გავიაროთ ეს 7 ტიპი ყველა ცალ-ცალკე, ყველა ჰისტოპათოლოგიური 7 ტიპი ცალ-ცალკე, ვისაუბრეთ რა დაავადებებია ესენი
და ჩვენ რადიოლოგებმა რისი დიაგნოსტირება შეგვიძლია და რა დროს არის საჭირო რომ გაკეთდეს ბიოფსია რა. პირველი ეს არის იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი. იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი ყველას ვიცით გვსმენია და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მაგრამ აქვე შემომაქ ახლა მეორე ტერმინი, რომელიც არის ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია. ეს ორი რამე ერთი და იგივეა. უბრალოდ ჩვეული ინტერსტიციული პნევმონიას ჩვენ ვარქმევთ usual interstitial pneumonia. usual სიტყვა გადავთარგმნე როგორც ჩვეულად და არა ჩვეულებრივად. ჩვეულებრივი interstitial pneumonia უფრო არის რაღაც ordinary interstitial pneumonia და ჩვეული, ანუ როგორც ახასიათებს usual, მე მგონი უფრო შესატყვისი ეს არის. ჩვეული interstitial pneumonia-ს ტერმინს უფრო ვიყენებთ, როცა ჩვენ ვახდენთ აღწერას რადიოლოგიურად და მორფოლოგიურად. ანუ ეს არის უფრო ჰისტორადიოლოგიური აღწერილობა და დაავადებას თვითონ ქვია იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი. მაგრამ როგორც წესი, ეს ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია გვხვდება იდიოპათიური პულმონარული ფიბროზის დროს. ასე რომ გარკვეულწილად სინონიმებია ეს ორი ტერმინი რა. ეს არის ერთ-ერთი ის დიაგნოზი, რომლის დასმა ჩვენ შეგვიძლია რადიოლოგიურად ამ ზემოთ ჩამოთვლილ 7 ტიპიდან და რომელსაც ბიოფსია არ ჭირდება. თუ ჩვენ ეს რაღაცა მისი დამახასიათებელი ცალსახა სიმპტომები გვაქვს. ეს დაავადება არის პროგრესირებადი ფილტვის ფიბროზი, რომელიც იწვევს ფილტვის პარენქიმის დაზიანებას და ფიზიოლოგიურად ემართებათ პაციენტებს რესტრიქციული ფილტვი. ამ დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, სპირომეტრია და არტერიული გაზების ანალიზი. ანუ ჩვენ როცა ვისაუბრებთ ობსტრუქციულ დაავადებებზე, როცა რესტრიქციულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ხშირად გულისხმობთ იდიოპათიურ პულმონარულ ფიბროზს. და ამ დროს სპირომეტრიაზეც სპეციფიური ცვლილებები გვაქვს. და როგორ გამოიყურება ეს, აი ხედავთ აქ პირველ გრაფიკს, სადაც ნორმა არის და მეორე გრაფიკში ხო, როცა თუ გავიხსენებთ ობსტრუქციულ დაავადებას, იქ იყო ამოსუნთქვა იყო გახანგრძლივებული და შეფერხებული, ხო? და ძირითადი პრობლემა იყო forced expiratory volume-ის ერთ წამში შემცირება. ამ შემთხვევაში აი ყველა პარამეტრი შემცირებულია რა. ანუ ფილტვის ქსოვილის compliance არის შემცირებული. ამიტომ რთული არის ფილტვის გაშლა და უფრო მეტად მიდრეკილი არის ფილტვი დაჩუტვისკენ. ამიტომ ხედავთ ყველა პარამეტრი არის დაბალი. ყველაზე დამახასიათებელი არის დაბალი forced vital capacity, ანუ მთლიანი მოცულობა ფილტვის, ანუ მთლიანი ჩასუნთქვის დროს როცა ბოლომდე ამოვისუნთქებთ, ჰაერის რაოდენობა იქნება ცოტა. tidal volume-ით შემცირებულია. ანუ აბსოლუტურად ყველა მოცულობა არის შემცირებული რა. მაგრამ შეიძლება იყოს ნორმალური, მაგალითად ფევერთი. ან ნორმალური ფევერთი შეფართებული forced vital capacity, იმიტომ რომ ეს პროცენტებია. პროცენტულად შეიძლება არ იყოს აქ დარღვევა რა. მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ყველა მოცულობა გვხვდება შემცირებული. და როცა ფილტვის ინტერსტიციული დაავადებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გაიზომოს DLCO. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ DLCO გვაძლევს ინფორმაციას თუ რამდენად არის გაადვილებული ჟანგბადის თუ გართულებული ჟანგბადის გადასვლა ალვეოლიდან კაპილარში. ანუ ეს ფიბროზული ქსოვილი რამდენად უშლის ჟანგბადისთვის გასტაცვლას და არტერიული გაზებში როცა ვნახავთ ჩვენ განსხვავებით ობსტრუქციული დაავადებისგან, ხო? არტერიული გაზებში გვხვდება დაბალი PO2, ჟანგბადის შემცველობა არის დაბალი, იმიტომ რომ ჟანგბადი ვერ გადავიდა ალვეოლიდან კაპილარში, მაგრამ PC2 არის ნორმაში. რატო? კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჟანგბადის განვლადობა ზოგადად არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ნახშირორჟანგის განვლადობა და შესაბამისად ნახშირორჟანგს არ უჭირს, რომ კაპილარიდან გადმოვიდეს ალვეოლაში, განსხვავებით ჟანგბადისგან. რაც შეეხება რენტგენს, რენტგენოლოგიურად ახლა დიაგნოზის დასმა რეალურად არ ხდება და არ არის ინფორმატიული, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს და უნდა განმასხვაოთ სხვადასხვა, თქვათ, რენტგენოლოგიურად აღწერილობას ვაძლევთ ფილტვის ინტერსტიციული დაავადებას
ზედაპირულად შეგვიძლია ასე აღწეროთ, რომ არის რაღაც ბადისებრი, არის კვანძოვანი დაზიანებები და არის შერეული დაზიანებები, ხო? აი მაგალითად, როგორ გამოიყურება ეს ბადისებრი დაზიანება, ანუ reticular damage და როგორ გამოიყურება კვანძოვანი დაზიანება, ანუ nodular damage, ხო? გადავიდეთ მთავარზე, ხო? ანუ მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფია არის მთავარი მეთოდი, რითაც უნდა მოხდეს ფილტვის ინტენსიტეტური დაავადების დიაგნოსტირება, დინამიკაში დაკვირვება და მათი გართულებების სხვადასხვა ეტაპზე შეფასება. ზემოთ ვახსენეთ 4 დაზიანების ტიპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რადიოლოგებმა და აუცილებელია, რომ ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ ამას რა. ნუ პირველი დაბურული შუშით სურათი, ხო? ground glass. ground glass ეს არის აი ხედავთ აქ როგორ გამოიყურება, ხო? ground glass დაბურული მინის შენება. როცა არის პირველი. მეორე, რომელსაც ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ბადისებრი შენება. ბადისებრი შენება, ნუ რა არის ახლა ბადისებრი შენება, ხო? ეს არის ინტერლობულარულ ძგიდეებში არსებული ფიბროზული ქსოვილი. და ამ reticular damage-ის ასევე ქვია ამას, ხო? ანუ reticulization. აი კარგად თუ დავაკვირდებით, ნახავთ, რომ აი ინტერლობულარული ძგიდეები არის გასქელებული და იქ არის ფიბროზული ქსოვილი ჩართული. ნუ ამ პაციენტთან ხედავთ, რომ ორივე გვხვდება, როგორც ბადისებრი შენება, ასევე დაბურული შუშის სურათი. როცა ეს დაავადება პროგრესირებს, უკვე ხდება ამ ლობულების დაზიანება და შეიძლება მოხდეს მათი ცისტური გადაგვარება. ანუ ცისტური გადაგვარება როცა ხდება, უკვე ამას შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ, ნახეთ ფიჭისებრი სურათი. honeycombing, ხო? ეს უკვე არის ფიჭისებრი სურათი. და ასევე დამახასიათებელი არის ამ დაავადებისთვის ანუ ტრაქციული ბრონქოექტაზიები. ანუ როდესაც ინტერსტიციუმში ყალიბდება ფიბროზული ქსოვილი, აი შეხედეთ, აი ასე აწვევიან ბრონქებს და ვიღებთ შემდეგნაირ სურათს, აი ტრაქციულ ბრონქოექტაზიებს. ანუ ძალიან ადვილად დიფერენციაციო არის სხვა ბრონქოექტაზიებისგან, იმიტომ რომ ირგვლივ ძალსახად ჩანს, რომ არის რაღაც ფიბროზული ქსოვილი და ეს იწვევს მოჭიმვას ბრონქების და მათ გაფართოებას. აი ხედავთ აქაც ეს არის ტრაქციული ბრონქოექტაზიები. ამიტომ როცა არის საუბარი ფილტვის ინტენსიტეტური დაავადებაზე და განსაკუთრებით, ანუ იმ პირველ იდიოპათიურ პულმონარულ ფიბროზზე 4-ვე უნდა ვახსენოთ. დაბურული შუშის სურათი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ დაგვაუწყდეს არასდროს. დაბურული შუშის სურათი, ბადისებრი შენება, ფიჭისებრი სურათი და ტრაქციული ბრონქოექტაზიები. და ამის მიხედვით უკვე ჩვენ უნდა მოვახდინოთ თქვათ ყოველთვის 4-ვე ტიპი არა, თუ 4-ვე ტიპის დაზიანება არის, უკვე ჩვენ გვიჭირავს ხელში usual interstitial pneumonia-ის დიაგნოზი. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადასტურებულად პაციენტს აქვს იდიოპათიული პულმონარული ფიბროზი, ანუ usual interstitial pneumonia. და აღარ საჭიროებს ეს არც ბიოპსიას და არაფერს დიაგნოზი ხელში გვიჭირავს, პაციენტი გადის მკურნალობას თავის პულმონოლოგთან, ხო? მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ყოველთვის მსგავსი ცვლილებები 4-ვე ერთად არ გვხდება, ხო? ძალიან ხშირად არის, რომ როგორც წინა სლაიდზე ავხსენი, ფიჭისებრი ფილტვის დაზიანება უფრო დაავადების ბოლო სტადიაზე გვხდება რა. ამიტომ საწყის სტადიაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ბადისებრი სურათი. და როცა მარტო ბადისებრი სურათია, დაბურული შუშის სურათია, ტრაქციული ბრონქოექტაზიები გვაქვს, მაგრამ ფიჭისებრი ფილტვის დაზიანება არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ პაციენტს აქვს სავარაუდოდ
სავარაუდო ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია. ანუ პირველი არის definite, ანუ ცალსახად ადასტურებულად ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია, მეორე არის სავარაუდო. როცა გვაკლია ბიჭისებრი სურათი. მარტო არის რეტიკულიზაცია, ტრაქციული ბრონქიექტაზიები და დაბურული შუშის სურათი, ხო? და indeterminate, ანუ განუსაზღვრელი, ანუ ვერ ვამბობთ რადიოლოგმა როგორ უნდა აღწეროთ, შეიძლება შეგვხვდეს სურათი, სადაც ვთქვათ, რომ ვერ ვამბობთ არის თუ არა ეს ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია. როცა გვაქვს მარტო, ვთქვათ, დაბურული შუშის სურათი და ტრაქციული ბრონქიექტაზიები და როცა არა გვაქვს ჩვენ ბიჭისებრი სურათი და რეტიკულიზაცია, ანუ ბადისებრი შენება, ხო? ანუ ესეც აუცილებლად უნდა დავწეროთ დასკვნაში. კაი, მეორე ტიპი დაავადება, რომელიც გვხვდება ძალიან ხშირად, ეს არის პირველი იყო ეს იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი, მეორე არის არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია. არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია არის შექცევადი, ბევრად უფრო კეთილპროგნოზული დაავადება და ძალიან ხშირად ეს არის ასოცირებული აუტოიმუნურ დაავადებებთან. ან კიდევ სხვადასხვა მედიკამენტურ ექსპოზიციასთან რა. ანუ ის ინტერსტიციული პნევმონიები, რომლებიც ჩვენ გვხვდება ძირითადად სისტემური სკლეროზის დროს, პოლიმიოზიტების დროს, რევმატოიდული ართრიტების დროს, მედიკამენტების გართულების დროს, როგორც არის ამიოდარონი და მეთოტრექსატი, ძირითადად ამ დროს ჰისტოპათოლოგიური დაზიანება არის ისეთი, რომელსაც ქვია არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია. კატენიშნები არის ძირითადად ხდება დაბურული შუშის სურათი. აი ხედავთ აქ, ხო? ამ დროს და ტრაქციული ბრონქიექტაზიები შეიძლება იყოს. როგორც წესი ამ დროს ბიოპსია არის საჭირო, ეს არ არის რადიოლოგიური ეს არ არის რადიოლოგიური დიაგნოზი და ამიტომ არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონიის დიაგნოსტირება ხდება ბიოპსიით. შეიძლება იყოს სუბპლევრალური, შეიძლება იყოს სუბპლევრალური სივრცის დაზოგვაც, ამითი დიფერენცირებას კარგად ვერ მოვახდენთ. მაგრამ ერთი არის აღსანიშნავი, როცა სუბპლევრალური სივრცე არის დაზოგილი და ისე გვხვდება ჩვენ ინტერსტიციუმში დაბურული შუშის სურათი პლუს ტრაქციული ბრონქიექტაზიები, ამ დროს ძალიან მაღალი სპეციფიურობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია. როცა ეს დაავადება პროგრესირებს, ასევე მერე ნელ-ნელა შეიძლება შეგვხვდეს რეტიკულური ცვლილებებიც რა. და ეს არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია, ვთქვათ, ინტერსტიციული ფიბროზი თუ დაპროგრესირდა, შეიძლება რაღაც ეტაპზე ესეთი გადაკვალიფიცირდეს დიაგნოზი და უკვე მოხდეს, უკვე მერე ვისაუბროთ, რომ პაციენტს აქვს ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია. ესეთი შემთხვევებიც გვხვდება ხოლმე. აი ეს არის მეორე ტიპი. მესამე ტიპი არის კრიპტოგენული მაორგანიზირებელი პნევმონია. ამის გამომწვევი მიზეზი ძალიან უცნობი არის რა. ძალიან საინტერესო დიაგნოზია, იმიტომ რომ შეგვხვდება ესეთი პაციენტები შემოდის ტიპიური პნევმონიის კლინიკით. აი აბსოლუტურად აქვს ცხელება, აქვს შეიძლება ხველა, მაგრამ როგორც წესი აქვს მშრალი ხველა. ცხელებით და ხველით შემოდიან და რადიოლოგიურად ვხედავთ ინფილტრაციას, ხო? ნუ დიაგნოზი არის ჩვეულებრივი პნევმონიის, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ სისხლში, თქვათ, ტიპიური ლეიკოციტოზი არ არის რა. ან შეიძლება ძალიან ხშირად ამ დიაგნოზამდე მივდივართ მაშინ, როცა პაციენტს ვკურნალობთ ჩვენ როგორც ჩვეულებრივ პნევმონიას, შედეგი არ აგვაქვს, მისი მდგომარეობა უარესდება და ამ დროს ისმება კითხვა, ხო ნამდვილად ეს ბაქტერიული პნევმონია და რამე სხვა რამესთან ხო არ აგვაქვს საქმე რა. კიდევ ერთხელ, გამომწვევი მიზეზი უცნობია ამ დაავადების და მისი მკურნალობა ხდება იმუნოსუპრესანტებით, როგორც წესი სტეროიდით რა. და რა რადიოლოგიური ნიშნები აქვს, ხო? პირველი ეს არის პერილობალური კონსოლიდაციები. აი რასაც ჩვენ აქ ვხედავთ რა. აი შეიძლება ესეთი სურათიც იყოს. ეს უკვე უფრო დიფუზური არის. ორივე ფილში თანაბრად გავრცელებული. აი აქაც
და შეიძლება იყოს ასევე რგოლის ფორმის კონსოლიდაციები. აი ნახეთ და ამას ქვია ახლა რასაც თქვენ ხედავთ, აი ეს არის reverse halo sign-ი, რაც ძალიან დამახასიათებელია ამისთვის. halo sign-ი ხო გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ინვაზიური ასპერგილოზის დროს ხო, როცა შუაში იყო დაზიანება და ირგვლივ ნახულობდით შედარებით დაბურული შუშის სურათს. აქ არის პირიქით. შიგნით არის დაბურული შუშის სურათი და წრეზე არის კონსოლიდაცია. მაშინ ამის გამოწვევის მიზეზი იყო ის დაბურული შუშის სურათი რა იყო მაშინ ინვაზიური ასპერგილოზის დროს რო გავიხსენოთ თუ გახსოვთ. რასაკეთებდა? არა, ინვაზიური ასპერგილოზის დროს. ჰალოს რა ქმნიდა? ground glass-ები რა იყო? არა, იმუნოსუპრესიის დროს ემართებოდა, მაგრამ ground glass-ი რაც იყო ცენტრში კონსოლიდაციის ირგვლივ, ის ground glass-ი მორფოლოგიურად რა იყო? ინვაზიური ასპერგილოზის დროს. ჰემორაგია იყო და ის იყო სისხლი, რომელიც ქმნიდა ასეთ გაბლარულ სურათს, ხო? აქ ხდება reverse halo და ასეთი წრიული კონსოლიდაციები რა. მოკლედ უნდა ვიცოდეთ, შეგვხვდება ეგეთი პაციენტები, როცა არსებობს ესეთი დიაგნოზიც, როცა პნევმონიას ვკურნალობთ, შედეგი არ აგვაქვს, ან პროგრესირებს, უნდა ვიფიქროთ, ხო არ არის ეს კრიპტოგენულ-მაორგანიზირებელი პნევმონია და დამახასიათებელი ნიშნებიც არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, როგორც წესი დიაგნოზი ისმება ბიოპსიით, ზოგჯერ გვჭირდება ბიოპსია, ზოგჯერ არ გვჭირდება ბიოპსია და მკურნალობა ხდება სტეროიდებით, ახასიათებს რეციდივის მაღალი პროცენტი, შეიძლება უმკურნალოთ და მერე უკან დაბრუნდეს და შეიძლება მკურნალობა გაიწელოს სადღაც 6-12 თვე. კარგით, ხო, სამი ტიპი უკვე განვიხილეთ, ახლა გადავდივართ მეოთხე და მეხუთე ტიპზე. მეოთხე და მეხუთე ტიპი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, ეს ორივე არის მოწევასთან დაკავშირებული პათოლოგიები, ხო? ეს არის პირველი, ეს არის რესპირატორული ბრონქიოლიტი, ინტერსტიციული ფილტვის დაავადება. რატო ქვია ახლა ესეთი რაღაც უცნაური და დიდი სახელი, იმიტომ რომ თავიდან მორფოლოგიურად როცა ნახულობდნენ, რომ ბრონქიოლების ირგვლივ იყო ანთებითი პროცესი. და ამიტომ დაერქვა ეს სახელი რა. ეს ხდება ცალსახად მწველებში, ისეთ მწველებში, რომლებიც ბევრს ეწევიან, 30 PKR, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ დღეში ეწევა 30 წელით ეწევა საშუალოდ დღეში 1 კოლოფს. ან 15 წელი ეწევა საშუალოდ დღეში 2 კოლოფს, ან 7.5 წელი ეწევა დღეში 4 კოლოფს, ან 60 წელი ეწევა დღეში 9 კოლოფს. ხო, აი ეს არის რესპირატორული ხო და ეს არის ის რა ქვია 30 PKR რას ნიშნავს ამას ხო კლინიკურად როგორ ვლინდება ეს დაავადება ახასიათებს ხველა და დატვირთვის დისპნეა ფილტვის ბიოპსიაზე ხედავთ ჩვენ მაკროფაგებს როგორც წესი ეს არის პიგმენტური მაკროფაგები რომლებიც გვაძლევს აი ამ სურათს რადიოლოგიურად ვლინდება დაბურული შუშის სურათი, აი ხედავთ ას და ცენტრილობულარული კვანძოვანება. როგორც წესი არის კომბინაციაში ფილტვის ემფიზემასთან, იმიტომ რომ ადამიანები თუ ამდენს ეწევიან, ხო, შესაბამისად უკვე ფილტვის ემფიზემაც აქვს ჩამოყალიბებული, ხო? და ფილტვის ემფიზემიან ადამიანს, რომელსაც უცებ დაემართება გაუარესება ჰაერის უკმარისობის და რადიოლოგიურად ჩვენ ნახავთ აი მსგავს დაბურულ შუშის სურათებს, უკვე შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ, რომ ხო არ არის რესპირატორული ბრონქიოლიტი ინტერსტიციული ფილტვის დაავადება. და მეორე დაავადება, რომელიც ასევე არის ასოცირებული მწველებთან და დაახლოებით მსგავსი სურათი არის, ოღონდ უფრო მეტად დიდ ფართობს მოიცავს ფილტვის ქსოვილის და უფრო დენს ინფილტრაციები, ეს არის დესკვამაციური ინტერსტიციული ფილტვის დაავადება. და ითვლება, რომ ეს ორი სხვადასხვა დაავადება კი არ არის, ერთ და იგივე დაავადების ორი სხვადასხვა გამოვლინება. ანუ ყველაზე მეტად პირველ ეტაპზე არის რესპირატორული ბრონქიოლიტი და მერე ემართება უკვე დესკვამაციური ინტერსტიციული პნევმონია. მკურნალობა არის რა? არ მოწევა.
მკურნალობა არის არ მოწევა, მოწევის შეწყვეტა. ყოველ შემთხვევაში რესპირატორული ბრონქიოლიტის მკურნალობა არის შეწყვეტა და თუ ვისაუბრებთ ჩვენ დესკვამაციური ინტერსტიციულ პნევმონიაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება სტეროიდის დაგჭირდეს რა. პროგნოზი აქვს ძალიან კარგი, თუ მოწევა შეწყვეტავს და რაღაც ამ შემთხვევაში სტეროიდის დაგჭირდება. ძალიან ხშირად ეს პაციენტები აი ეს დაბურული შურსურათი ალაგდება და მდგომარეობაც გაუმჯობესდება. ხო დესკვამაციური იმიტომ ქვია რომ ადრე მორფოლოგიურად ეგონათ რომ ხდებოდა ალვეოლიციტების ჩამოფწქვნა და მაგას ხედავდნენ მორფოლოგიურ სურათზე, მაგრამ მერე გაირკვა რომ ესენიც იყვნენ ასევე როგორც წინა დაავადების დროს ვახსენეთ პიგმენტური მაკროფაგები. კარგით, შემდეგი ტიპი ეს არის მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ანუ ჰამან-რიჩის სინდრომი. ეს არის ძალიან სწრაფად პროგრესირებადი იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი, საკმაოდ საშიში დაავადებაა, სწრაფად პროგრესირებს და ძალიან მაღალი პროცენტი აქვს სიკვდილიანობის რა. გავს ძალიან ARDS, მაგრამ განსხვავება რა არის? ARDS-ის დროს ვიცით რომ ან როდის ემართება ადამიანს მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი. როდის ხდება ხოლმე? ანუ სხვადასხვა რაღაც მძიმე დაავადების გართულება შეიძლება იყოს, ხო? კრიტიკულად მძიმე პაციენტებში თუ არის ანთებითი, ქრონიკული ანთებითი პროცესი, ეს იქნება რამე პათოგენით გამოწვეული თუ აუტოიმუნური პროცესი, ამ დროს შეიძლება პაციენტს დაემართოს, ან თუნდაც პოსტოპერაციულადაც შეიძლება მოხდეს და დაგხვდეს ეგეთი გართულება, დაემართოს რესპირატორული დისტრესი, ARDS, ხო? მაგრამ აქ ამ შემთხვევაში, როცა ჰამან-რიჩი არის საუბარი ამ მწვავე ინტერსტიციულ პნევმონიაზე, ეს არის გაურკვეველი მიზეზით სწრაფად პროგრესირებადი ინტერსტიციული ფიბროზი და ახასიათებს მაღალ პროცენტში სიკვდილიანობა, ხო? იწყება უეცარი ხველით, ჰაერის უკმარისობით, სატურაციის დაწევით და ცხელებით. და ძალიან სწრაფად პროგრესირებს. და ძირითადად არის, აი ნახეთ, აი ძალიან ესეთი დიფუზური დაბურული შუშის სურათი, ზოგჯერ თანაბრად არის მთელ ფილტვში განაწილებული, ზოგჯერ უფრო ლაქოვნად. და მეშვიდე ტიპი ეს არის ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია. ამის განმასხვავებელი სხვა ტიპებისგან ის არის, რომ ახასიათებს კისტები. ანუ აქ არის ცენტრილობულარული კვანძოვანებაც არის, შეიძლება დაბურული შუშის სურათიც იყოს, შეიძლება რეტიკულიზაციაც შეგვხვდეს, მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი რაც არის, ეს არის კისტები. მორფოლოგიურად ჩვენ ხედავთ, რომ ხდება ლიმფოციტების ინფილტრაცია ინტერსტიციუმში და ამიტომ ქვია ამ დაავადებას ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია. ხო, აუტოიმუნური დაავადებების დროს არის საკმაოდ ხშირი განსაკუთრებით შოგრენის სინდრომის დროს. ძალიან დამახასიათებელია, იმიტომ რომ შოგრენის სინდრომის დროსაც თუ არ ვწდები ლალიდამე თანხმება, მე მგონი ლიმფოციტების რაოდენობა არის საკმაოდ მომატებული და ფილტვშიც ხდება მათი ინფილტრაცია და ასევე ძალიან საინტერესოა აი ინფექციის შემთხვევაში, მაშინაც შეიძლება გქონდეს განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება შეგვხვდეს მსგავსი დაავადება. მკურნალობა არის კორტიკოსტეროიდები და რეზისტენტურ შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეს სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიც არის ციკლოსპორინი და აზათიოპრინი. პროგნოზი განსხვავებულია, საშუალოდ შეიძლება ბოლომდე განიკურნოს ეს პაციენტი, შეიძლება დამძიმდეს და გაუარესდეს. საშუალოდ ითვლება, რომ 5 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 50-60%-ში. და ძალიან იშვიათად შეიძლება ეს დაავადება გადაგვარდეს მთლიან ფილტვის ფიბროზში და წავიდეს usual interstitial pneumonia's მორფოლოგიით, ან სხვათა შორის არსებობს კიდე გაზრდილი რისკი არის ლიმფომის. და კიდევ ერთხელ, ეს 7 ტიპი ჩამოვთვალეთ და უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ არსებობს ეს 7 ტიპის მორფოლოგიური ინტერსტიციული პნევმონია.
მაგრამ აქედან ერთი არის, ანუ usual interstitial pneumonia, რომელიც რადიოლოგებმა ცალსახად უნდა დავსვათ დიაგნოზი და აღწერილობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს არის definitely UIP, ანუ usual interstitial pneumonia ცალსახად, probable ან indeterminate, ანუ არ არის განუსაზღვრელი, ანუ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ნუ რაღაც ცვლილებები არის. და კიდე არსებობს ერთი ტერმინი, რომელზეც დამკვიდრდა ბოლო დროს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად რადიოლოგებმა უნდა ვიცოდეს, ეს არის ფილტვის ინტერსტიციული დაზიანება. ანუ ნახეთ, interstitial lung disease, ანუ ერთი და მეორე არის interstitial lung abnormality. ახლა როდის ვიყენებთ ამ ტერმინს ინტერსტიციული ფილტვის დაზიანება? ძალიან ბევრ კატეს ვაკეთებ სხვადასხვა მიზნით, ხო? აი თუნდაც თქვა ხდება ფილტვის კიბოს სკრინინგი. საერთოდ არ აქვს კლინიკურად პაციენტს გამოვლენილი, ანუ არ მოსულა ამ interstitial lung disease დიაგნოზით, არ არის მანამდე გამოკვლეული, აბსოლუტურად სხვა მიზეზით გამოვიკვლიეთ და ამ დროს დაგვხვდა ისეთი ცვლილებები, რომელიც შეიძლება მერე გამოვლინდეს როგორც interstitial lung disease. ანუ უკვე იყოს, მაგრამ პაციენტს ბოლომდე კლინიკური სურათი არ ქონდეს გამოვლენა. ანუ ადრეულ სტადიაზე შეიძლება ნახოთ გარკვეული ცვლილებები, ხო? ამ შემთხვევაში უნდა დავარქვათ ფილტვის ინტერსტიციული abnormality, ანუ დაზიანება და არა ფილტვის ინტერსტიციული დაავადება. და როდის არის ეს, როცა ვხედავთ ჩვენ გარკვეულ ინტერსტიციული ფიბროზს, ხო? მაგრამ ჩივილი შეიძლება სულ არ იყოს ჰაერის უკმარისობა და ყველა აბსოლუტურად სხვა მიზნით იყოს პაციენტი გამოგზავნილი კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. და შემთხვევით ვნახეთ. და არის რაღაც გაურკვეველი. ან დაბურული შუშის სურათი არის მკრთალი, ეს შეიძლება იყოს ცენტრალური, ან დიფუზურად გავრცელებული, შეიძლება იყოს სუბპლევრალური. აი ხედავთ. როცა ჩვენ მსგავს ცვლილებებს ნახავთ, ხო, და რაღაც ისეთი დაზიანებული არის ფილტვის ქსოვილის პროცენტულად დაბალი პროცენტობა არის, ამ დაზიანება ის დიფუზურად კი არ არის, როგორც წინა დაავადებების დროს ვისაუბრეთ ჩვენ. არის დაზიანებული დაახლოებით 5-10%, ხო, ფილტვის ქსოვილის რა. ნუ რაღაც ქრონიკული ფიბროზია, რომლის მიზეზი არ ვიცით რა არის, შეიძლება იყოს წეველობა, ხო? ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? ანუ რა ვერქაფი უნდა ამ პაციენტებს? აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სპირომეტრია, ანუ ჩვენ წერთ, რომ პაციენტს აღენიშნება რაღაც interstitial lung abnormality და აქედან გამომდინარე უკვე კლინიცისტი იღებს გადაწყვეტილებას და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ფილტვის ფუნქციური ტესტები, ანუ ნახოთ რეალურად აქვს თუ არა დარღვევა და ყველა ვარიანტში სიმპტომური ესესმენტიც უნდა მოხდეს, ანუ უნდა გამოვკითხოთ პაციენტი აქვს თუ არა ხველა, ჰაერის უკმარისობა და უნდა ჩავატაროთ ფილტვის სპირომეტრია. ანუ მარტივად როცა ეგეთი შემთხვევა გვექნება, ჩვენ რეკომენდაციაში ვწერთ, რომ რეკომენდირებულია პულმონოლოგის კონსულტაცია, ამიტომ ყველა ერთ ენაზე რო ვისაუბროთ, დასკვნაში დავწერთ, რომ არის ფილტვის ინტერსტიციული დაზიანება და დაავადებას უდავარქმევთ ამას, როცა ასეთი მსუბუქი დაზიანება და ვერქაპს გააკეთებს კლინიცისტი, გაუკეთებს სპირომეტრიას და კლინიკურ სიმპტომებზე გატესტავს. ნუ ამას ახლა ჭირდება დინამიკაში დაკვირვება, თუ არაფერი კლინიკურად გამოვლენილი არ არის, 2-3 წელიწადში კიდე უნდა გადავუყოთ კატე და ვნახოთ. და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს, როგორც წეხან თქვი, სუბპლევრალური ფიბროზი, შეიძლება არ იყოს სუბპლევრალური ფიბროზი და საერთოდ ვერ ვხედავდეთ და შეიძლება საერთოდ არ იყოს სუბპლევრალურად და იყოს ცენტრალურად რა. მოკლედ პირველ ეტაპზე ეს იყო, რაზეც მინდოდა მესაუბრა, შემდეგ უკვე რევმატოლოგთან ერთად უფრო კლინიკურ кейსებთან კომბინაციაში გავარჩევთ ამ ჩვენ ფილტვის ინტერსტიციულ დაავადებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.